მშვიდობისა მეგობრებო ყველას მოგესალმებით. მოკლედ ეს კაცი ეს iPhone-ა ხო ყოველთვის ნერვებზე მომშლელი კაცი იყო, არის და დარჩა რა ეგ მეტი რა უნდა თქვა. აი ტიპი ამბობს ესეთ რამეს რა. კანონიზაციის 7 ნიშანი არსებობს, რომელიც მიხედვითაც ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა. ერთი მთავარი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა. აი ამაზე მეტი საყოველთაო თაყვანისცემა მე ვერ წარმომიდგენია. დანარჩენ ყველა ნიშას აკმაყოფილებს პატრიარქი. ცხოვრებაში სასწაულ მოქმედებდა და ამას უამრავი ადამიანი ადასტურებს. ხო, ხლიკებს და გველებს რო ელაპარაკებოდა? მანახეთ სად არის ხალხი. ბიჭო, ფოტოშოპით გაქვს დამუშავებული ყველა ის კადრი, რაც ინტერნეტ სივრცეშია. მე გავაგზავნოთ. დანარჩენ ყველა ნიშანს აკმაყოფილებს პატრიარქი. ცხოვრებაში სასწაულ მოქმედებდა უამრავი ადამიანი ადასტურებს. უამრავი ადამიანი ადასტურებს კი არა, ფაქტის სახეზია თავისთავი ვერ განკურნა და რაც მინდა რა სასწაულ მოქმედი ეგ არის, თავისთავი ვერ განკურნა, ბიჭო. განსაკუთრებული სიწმინდით ცხოვრობდა და ამას ყველანი ვადასტურებს. ხო, სიწმინდით კი არა, მუნჯი რო იყო და თავში რო ურახუნებდა ის თეთრუაშვილი, ისე ცხოვრობდა. ეს თუ სიწმინდეა, ოკეი, კაი, ნახოთ. ვინც მასთან შეხებაში იყო, გინდა განახოთ რა წერილი დაწერა იმან. ერთ-ერთმა შიომ მეუფემ, რომელიც 83 წელს გარდაიცვალა. ხო, ის წერილებიც გაითვალისწინეთ რა, თქვენ მართლა ფარისევლებო რა. მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი. მე პირადად ამის მომხრე ვარ. ამბობდა ახალქალაქის მოიცა? ესეთი. ამბობს ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიასთან. ნიკოლოზ, შენ თათებს მოუარე ბავშვებს რომ ძუძუებზე უთათუნებდი და განიწმინდე ჯერ და მე აი ამ მძორის სიწმინდეზე ხალხი დაიწყებს ლაპარაკს, ხო? მეგობრებო, ორშაბათიდან სავარაუდოდ კი არა და უკვე მომივიდა მე ამბავი პირადში მომწერეს, რომ დაიწყება გამოსვლა ამ უსამართლობაც კი არ ქვია, ამას ქვია უზნეობის წინააღმდეგ. ესე იგი, მე ამას კიდევ გავაცხადებ ორშაბათს, თუ სად და როგორ ხდებიან ერთმანეთს ხალხი და რას მოითხოვენ, ალბათ იმასაც გავაცხადებ რა. იმიტომ რომ ეს დიდი უზნეობა, რაც ახლა ხდება, აქ არის პირდაპირ ადამიანებისთვის უნდათ შეატენონ, ესე იგი ეს მძორი, ეს პირიდან სისხლნანთხევი მძორი, როგორც წმინდანი და ეს დაგეგმილი არის ჩვეულებრივად ისევ და ისევ მასონთა სამყაროდან, რომელიც სამყაროც შორენა თეთრუაშვილს ამოქმედებს. აი ამ მძორიც არის და კიდევ პედოფილიც, ხო? მძორიც არის, უკვე უწოდებ მძორს, იმიტომ რომ მძორს აღმერთებს. ფაჩუაშვილმა iPhone-ამ, ხო? ესე იგი, განაცხადა ესეთი საკითხი, რომ მე ვფიქრობო, რომ ილია მეორის ტახტზე არავინ არ უნდა დაჯდესო რა და ესე უნდა დარჩესო ილია მეორის ეს ტახტიო რა. ბიჭო, თუ მაგდენს აზროვნებდი, რომ ვინმე წმინდანი არის, რომელიც ტახტზეც არავინ არ უნდა დაჯდეს, პირველ რიგში ქრისტე დაჯდა ტახტზე და იმისი უნდა ყოფილიყო ეს ტახტი და არა მძორი პირიდან სისხლნანთხევი ილია მეორეში რა, რომელმაც წარყნა მთელი ეკლესია და სავაჭრო ცენტრებად აქცია. ჯერ ახლა თქვენ ნახეთ რა არეები გამოვა. აქ ვიღაცა ხალხს რომ ემაშვებიან საწყალ წარმომადგენლებს რა, რომელსაც აჯერებდნენ რომ ილია წმინდანია და ხლიკებს და გველებს ელაპარაკება და თურმე ჩიტებს ელაპარაკება, მაგრამ ხალხის ენა ვერ გაიგო. სასწაულ მოქმედებას იმას უწოდებენ, რომ 70,000 ბავშვი მოანათლინა ტვინ გამორეცხილ ხალხს, მათ შორის მეც ტვინ გამორეცხილი ვყავდი მაშინ და მე კიდე როცა სტუმრად მივიდა, არც ერთს კარი არ გაუყო. ერთსაც კარი არ გაუყო. ერთი ვიყავით რო იცოდეთ, ერთმა მიაკითხა მარტო. და მე ამას წმინდანად შერაცხავენ, იმიტომ რომ იდოლეშივით ბოლო რამდენიმე წელი იმაზე სკამზე
და მარტო აქეთ-იქით გადაგქონდათ, გადმოჰქონდათ, ბიჭო 59 წლის განმავლობაში მაგისი ქადაგება კაციშვილს არ გაუგია, რომ გამოსულიყო და ელაპარაკა და ხალხი დაეწყნარებინა. გამოდებდნენ რაღაცა წერილებს, ვითომ ილია მეორის ნაწერს, მოწერილ ხელს ღმერთმა იცის ვინ მოაწერა ის ხელი და ვითომ რაღაცას წარმოადგენდა. ქართულის მეტყველება ნორმალურად არც იცოდა ბიჭო. ამ ხელა ილია მეორე ერის მამა იყო და ქართულად ვერ მეტყველებდა ნორმალურად. ამიტომაც ვერ ქადაგებდა, ამიტომაც არაფერს სიტყვის თქმის უფლება წართმეული ქონდა და ეხლა ეს ნერვებზე მომშლელი აიფონები ფუ როგორ მეზიზღება ეს კაცი რა რო იცოდეთ და იმიტომ მეზიზღება რომ ყველაზე საზიზღრად დასცინის ქართველ ერს რა. ყველაზე მაგრა ადებილებს ქართველ ერს. ისმით. ძალიან საინტერესო ვითარებაში ვართ ახლა ჩვენ. და მარტო ამ კაცს რატო ალაპარაკებენ, სხვები ვერ ნახეს? სხვები ვერ ნახეს? მარტო ამ აიფონას რო ალაპარაკებენ გოგოების თავისი მრევლიდან უსახლკარო კი არა და უპატრონო ბავშვების ძუძუებს რო უთათუნებდა ხელს? აი მითხარით მარტო მაგას რატო ალაპარაკებენ? მისი მრევლი კი და ესე იცავს ილიას ფალოსებით, დედისგინებით და რა ვიცი, სხვა სამხელი არ აქვს. ტიპებს სამხელი არ აქვს და არც იციან როგორ ილაპარაკონ საერთოდ. მაგისმა მრევლმა ხო მუნჯები არიან და აკერ მოიყვანეს ეხლა აირჩიეს კარგი მოგვარის მუჯი. ხო და მუჯი იყო მისი მოსაყდრე. ტყუილად არ არის ეგ გვარი არჩეული. მეგობრებო, ძალიან რთული ვითარება არის. მე ვცდილობ რომ თავი ხელში ავიყვანო მართლა. მე უბნებია რომ რატო არ წყნარდებიო და რა დამაწყნარებს ასეთი სიბნელის ხელში. თუმცა მე თავში ხელი ამაქვს, ხელში თავში ამყავს. თავი ხელში ამყავს და არ მყვები ამათ აი დაფალოსებულ აზროვნებას რა. დაფალოსებული აბა მეტი რა გინდა რო თქვა. ჯერ ეგერთიც ხალხი მართლა აი აქედან თელეთიდან ისეთი იმდენი მარშრუტკები იდგა, მიყავდათ ხალხი, მერე კიდე სადაც არ გავიარე, მარშრუტკები იდგნენ ესე წყვილ-წყვილად რა და საინტერესოა რა კამპანია წამოიწყეს ახლა. მე რასაც ვფიქრობ, ესეთი კამპანიაა, რომ აი ფულის გამომუშავების ერთ-ერთი დიდი ის უნდათ რა. ამოიყვანონ ეკაცი, აღიარონ წმინდანად. პირიდან სისხლნან თხევი კაცი წმინდანად აღიარონ და შემდეგ ხალხი უწყვეტად მიდიოდეს იქ, სადაც სანთლები იყიდება და მაგარი ბიზნესი დაატრიალონ რა. როგორც გააკეთეს ბერგაბრიელზე. ბერგაბრიელზე ხო გააკეთეს ეგ. ხო და ეგრე უნდათ რომ გააკეთონ მაგაზეც და მე ვეთქვი მაგათ რა. მაგის გვამს აი რო დადგავენ იქ, სადაც დადგავენ, რომ ვითომ უნდა შემოუაროს ხალხი, ხო იქო სიონშიო. არ არისო ისეთი ადგილი, იქ მიიხვალო და უნდა მიხვიდე და გამოხვიდეო, ვერ შემოუვლიო, გესმის? ანუ ნახეთ რას აკეთებენ ახლა მაგათ უნდათ რომ პორტალში გაატარონ მაგისი მძორი სული. არ არის პრობლემა, კარგი იქნება თუ აი ამ ბრმა მრევლის ხარჯზე მაგის სულს გადაარჩენენ, იმიტომ რომ ღმერთს ყველა სულის გადარჩენა სურს, მაგრამ იცოდეს რა, შემთან მოსვლის გარეშე მაგისი სული პორტალს ვერ გაივლის რა. აი მაგაში დარწმუნებული იყავით და ეს ბრმა ხალხი ახლა რომ დაიწყებს სიარულს და ტანცაობას იმ მაგისი გვამის გარშემო, ვერც დაიწყებს. ახლა რო ხედავ ვერც დაიწყებს, ეგ უნდათ, ანუ ხედავ რომ უნდათ ძალიან მაგრად რო ეგრე მოხდეს.
უნდათ რომ ესე იგი ხალხი იმდენად გამოაყლევონ რომ ღმერთად აღიარონ უკვე ილია მეორე და აი ღმერთი იყო აგერ უკვე სურათებიც ხო დადეს იაღოველების მსგავსად რაღაც გააკეთეს სირობა და ის გამოდეს რომ ვითომ ზეციდან აი აქ ეშმაკის სიმბოლოთი ჩამოკიდებული ჯვრით ილია მეორე ესე ორი ცალი ჯვარი რო აქვს ხო იცი ეშმაკის სქები რო აქვს აქ ცეპებით გაკეთებული აი ეგეთი ილია მეორე ვითომ ამ ხალხს ლოცავს და ყველა თეთრებშია ჩაცმული და სამების თავზე დგას ეს ილია აუ რა მარაზმია ხალხო თქვენ მაგდონეზე თუ იყავით დასული მართლა არ მეგონა და კიდევ კარგად ყოფილვართ რა მართლა კიდევ კარგად ყოფილვართ თუ ეგეთ დონეზე ხართ დასული რა არა იქ როგორი ტექსტები აქვს იცი ტექსტები აქვს ესეთი რა დაქირავებული ხალხის ტექსტები აშკარად იმას ადამიანი არ დაწერს თავისი სურვილიდან გამომდინარე ისეთ ფორმულირებულ ტექსტებს და როგორი იმიჯი უნდათ რომ შექმნან იცი რომ ბევრი თაყვანისმცემელი ყავს ვითომ ილიას რა არა და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი იქ მისული არის მხოლოდ იმიტომ იმის სანახავად რომ მართლა დიდი ხნის მკვდარი არის ეს კაცი თუ არა არც უშვებენ ახლოს გვამთა რომ დააკვირდეს კაცი რომ დიდი ხნის მკვდარია იმიტომ სუნი აქვს რა უკვე წამლის სუნი აქვს და ეხლა წამლის სუნი როცა აქვს და იმას გვამს ხო ადამიანი იქ მალევე ხვდება რომ ეს არის აქ რაღაცა ტყუილს აქვს სხვათა შორის მეუფეებმაც და მღვდლებმაც დაიწყეს უკვე საუბარი რომ აქ რაღაცა ხდება აქ რაღაცა უაზრობა ხდება ისეთი უაზრობა რომ მტრისას ხო და ორშაბათს გეგმავენ ზუსტად ეს სასულიერო პირები გამოსვლას რო იცოდეთ აბა თქვენიც მეგობრებო წარმატებები ნუ შეგეშინდებათ სამართალი იზეიმებს ყოველთვის აუცილებლად ესე პირში ვეღარ ჩათხრიან მაგათ სიგნელეებს და მაგათ უმსგავსობებს ადამიანებს და იცოდეთ რომ აუცილებლად ხვალიდან უკვე დაიწყება ცვლილებები აბა კარგად